აგერ ვიმყოფებით საქართველოში გამოვიარეთ კოჯრის ტყე და ვაშლოვანის ტერიტორიაზე, მაგრამ მიწა სადაც გავართ, უკვე არ არის ქართული მიწა. ეს არაბული მიწაა და განამარტო ეს ადგილი. გარშემო უშველებელი ტერიტორია, ეს ახლა მოვედით აი მცირე ჯერ ლოკაციაზე რა და იქეთ ახლა უნდა წავიდეთ 1000-ობით ჰექტარი უნდა ვნახოთ, რომელიც გასქვისებულია ჩვენი გულმხურვალე და აი ქვეყანაზე გულანთებული ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს იყო ეს ტერიტორია გასხვისებული. მე უბრალოდ იცი რას ვერ ხვდები, აი ერთი ლექსი გამახსენდა ძველი მხედრული ვაჟა-ფშაველას დაწერილი და აი სამი კუპლეტი დასაწყისი შუაში და დასასრული გამახსენდა, უბრალოდ ძალიან ეხება ამ სიტუაციას. აი მიტო გაგზარდა დედამა, მიტო გვეტყოდნენ ნანასა, ტანზე აბჯარი ავიხსნათ, მუდამ ლესავდეთ დანასაო. სად არის ესა და მე შემდეგ სამშობლოს არ ვისწავართვევთ, ჩვენსაც ნურთ შეგვეშილება, თორემ ისე დღეს დავაყრით, არსაც კი გაეცინებაო. დღეს ისეთ სიტუაციაში ვარ ჩავარდნილი, ისე გვწეწავენ, ისე გვართმევენ, რომ არსაც კი გაეცინება ნამდვილად და ბოლოს აი ყველაზე გულმოსაკლავი აი არის ბოლო აი კუპლეტი როდესაც აი ამასვე ვეტყვით დედებსა შვილთო მეტყვიან ნანასა გაზდიზღა კიდევ მშობლები ვაშკაცებს ჩვენის დანასაო. სად არის ვაშკაცები, რომლებმაც ჩვენი მიწაწყალი უნდა დაიცვათ? რა არის ეს საერთოდ აი როგორ შეიძლება ამ ჩვენი მშობლიური მიწაწყლის, რომლის თითოეულ გოჩი ჩვენი გვირი წინაპრების ზღვასისხლია ჩაქცეული და რომლის ვაჭრობა ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს ყველა ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილის მიერ, როგორც მშობლიური რა ვიცი შვილების ჯანმრთელობით, სიცოცხლის, დედის, ცოლის, დის ლეჩაკის პატიოს ასე როგორ გვიყიდიან ამიწებს და აი თების ფონზე ვარ ცოტა ნერვიულობ, აი აღარა მაქვს ლამაზი და რაღაცა მოხდენი ლაპარაკის თავი და თუ გამახსენდა აი ზუსტად აი ამ თების ფონზე მინდა რაფიელ ერისთავის აი ნამდვილად თითქოს დღევანდელ დღეს და ამ სიტუაციას რო ძალიან ესადაგება სამშობლო ხესურისა წავიკითხო ეს ლექსი რა. სადაც შობილ ვარ გავსდილ ვარ, დამისროლია ის არის. სად მამა-პაპა მეგულვის იმათი გულის ფიცარი, სადაც სიყრმით და შობილა ჩემი სამშობლო ის არის. არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხედეს და მე მირჩევნია შავი გლტე თოვლიან ყინულიანი ორბირო ბუდობს ჩანჩქერად გადმოხუხს ბროლი წყლიანი ჯიხვი და არჩვი მეყოფა ხორცი აქვს მარილიანი არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ბარად რომ ვიყო ლაღა და სული თისკენა იხარის სალიკტი ანდამატივით გულმუდამ იქითკენ იხარის იქ ვიჯობ შავი სიკვდილი ბარში სიცოცხლეც იხარის არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ბარად რომ მომცა დიდება სიმდიდრე უთვალავია სასახლე ოხროს ტახტითა ჯარი და ზღვაზე ნავია არა ვინდომო ეგენი არ მოკდეს ჩემი თავი არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლები სხვაზე და როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზე და არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და გაცვალეს ამ გარეწრება ჩვენი სამშობლო და მე ერთი მინდა ისტორიული ფაქტი მოყვე და აი
ძალიან თქვა, აი ნებისმიერს, ვინც მოусმეს ყურადღება მიადავნოს. სამშობლოს სიყვარული ეს მარტო ქართველების პრიორიტეტი არა. სამშობლო ნებისმიერ ერს უყვარდა და ყველა არ არსებობს სოფლიოში გამოჩენილი პიროვნება ან ადამიანი, რომელსაც სამშობლოს სიყვარულზე თავისი აზრი არ გამოეხატოს. მას ვისაც სამშობლო არ უყვარს, მას არავის და არაფრის სიყვარული არ შეუძლიაო. ეს ჯორჯ ბაირონის სიტყვებია. სამშობლო ერთადერთია, რაც აერთიანებს ყველაფერს, რაც ყველასათვის ძვირფასია. ეს უკვე ტულიო ციცერონი. სამშობლოს სიყვარული ცივილიზებული ადამიანის უპირველესი ღირსებაო. ნაპოლეონ ბონაპარტე. რატო არის ებრაელიერი კიდევ ძლიერიერი? იმიტომ მათ უყვართ თავისი სამშობლო და მაგათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი კლოდ ბერნეს სიტყვებია. სამშობლოს სიყვარულს საფეხურები არ გააჩნია. ვინც ყველაფერს არ აკეთებს მისთვის, ის არაფერს არ აკეთებს. ვინც ყველაფერს მას არ უძღვნის, ის ყველაფერზე არ შეუბნება. მასო და რადგან კაცო ებრაელი კლოდ ბერნე, ჩვენი მართლა ღირსეული მწერალი ნოდარ დუმბაძის სიტყვები, სამშობლოს სიყვარულს საარშიყო და საყველბუროდ უგაიხდი. სამშობლო როსკიპი ქალი როდია წარსო მოგენატრება თრალს რომ მოგენატრება და მხოლოდ მაშინ გაიხსენებ. სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხლმოდ რეკილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან. ერთი ხელით პიჯვარს იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რო არ დაეპატრონონ და კიდევ ერთი რამ შესაწირის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მიგასტოს ამ ტაძართან. რა მოგვივიდა ქართველო ვაჟკაცებო? ნუ თუ მართლა ასე უნდა გავატანოთ ჩვენი მშობლიური მიწა. აბა რა აზრი ქონდა ამ ბრძოლას? რა აზრი ქონდა ასობით 1000 ქართველის სიზ ამ მიწებში ჩაქცეულს? თუ ასე ადვილად გავატანეთ, გადამთიელებთ. აი, სიცოცხლე ძალიან ტკბილია, მაგრამ სიცოცხლის დაკარგვაზე მეტად იცი რისი მეშინდია? რომ ჩვენ საფლავებზე ჩვენი შთამომავლები შეიძლება აღარც და ვეღარც მოვიდნენ. აღარ მოვიდნენ, იმიტომ რომ აი ნახდათ დანანებით იკითხონ, სად იყო ჩვენი მამა-პაპანი, როცა ჩვენს მიწებს ასე აჩანაგებდნენ და კიდიდნენ და ვეღარ მოვიდნენ, უბრალოდ აღარ იყო საფლავები. გადათხრილი იყოს და იქ გადამთიელებს კაზინოები და ბორდელები შეიძლება ქონდეთ აშენებული. ამ წუთას ამ ლოკაციაზე დავანთა აგენ უბრალოდ გენეცვალეთ, იმიტომ აჩვენე უკვე ეს ელექტრონების წყარო გამოტანილია, გამზადებულია ყველაფერი. იცით ახლა მეორე ლოკაციაზე რო წავალთ უფრო დიდზე, აი ასეთი ადრეს ქონდა, ასეთი ეჭვი, რომ ესენი უცდიან ამ დიდი ორი ლოკაციის აშენებას, რომ შემდეგ უკვე თბილისის მაღლიდან ფაქტიურად სულ არაბულია. და იქაც დაიწყება ინტენსიური მშენებლობა და ჩვეულებრივად რა ეს როდესაც ეს ქალაქები აშენდება, ვინც კი ოდნავ წინა ნაწილს გაყრიან, ნაწილს დაიჭირავენ, ნაწილს ფიზიკურად მოიშორებენ და დანარჩენი ამათი მოსამსახურე პერსონალი გახდება. ქართველი ერის, ფიზიკური ზნეობრივი გადაგვარების, ქართული სახელმწიფოს, სრული სახელმწიფოებრივი გრევის პროცესი დასრულდება და შეუქცევადი გახდება. ეს არ უნდა დაუშვათ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიზრდის გენაცვალა. ამჯერად ამ ლოკაციაზე დავამთავრებთ და იქეთ გადავიდეთ გენაცვალე რა.